თქვენო უწმინდესობაო, ხართ თუ არა აღმსარებელი მოძღვარი? დაარიგეთ ქრისტიანები, რადგან ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ. ჩვენი ცხოვრება კომუნისტების დროს გავატარეთ. ახლა კი კომუნისტების გარეშე ჩვენს უკვდავ სულზე უნდა ვიზრუნოთ. რადგან ნეფსით თუ უნებლიეთ, ვბორძიკებთ და ვცოდავთ. ხან მცირედით და ხანაც დიდით. მაგრამ განა არ გინახავთ ღვთის დიდი მოწყალება? თუ კი მდაბალი გონებითა და რწმენით წარსდგები მღვდლის მოძღვრის წინაშე, რომელმაც ღვთის მადლი ეპისკოპოსისგან ხელდასხმით მიიღო და ამგვარად გახდა აღმსარებელი მოძღვარი, მას აქვს კურთხევა, რომ დაგარიგოს. როგორ დააღწიოთ თავი ცოდვებს. და იმ წამს, როდესაც მღვდელი გაკურთხებს და წარმოთქვამს წმინდა მოციქულებისგან გადმოცემულ შენდობის ლოცვას, ნებისმიერი შენი ცოდვა მიგეტევება და შენ წმინდანი გახდები. ამიერიდან კი შენი მოძღვრის რჩევით მოგიწევს მცირე ეპიტემიის სინანულის ღვაწლის აღსრულება. ან იმის გაკეთება, რაზედაც სული წმინდა განანათლებს შენს მოძღვარს წმინდა ეკლესიის კანონების დარღვევის გარეშე. და შენ, ვინც ცოდვილი იყავი, წმინდანი გახდი იმ პირობით თუ კვლავ არ დაუბრუნდები იმას, რაც ადრე ჩაიდინე. და კიდევ, ღმერთმა ნუქნას, მაგრამ თუ კი კვლავ შეცოდე. კვლავ მიაშურე შენ სულიერ მკურნალს, რათა სულიერად განიწმინდო. ხომ ხედავთ, ნებისმიერი ფიზიკური სნეულებისას ექიმთან მივეშურებით. რომელმაც იცის, რა წამალი მოგცეს ჯანმრთელობის აღსადგენად. ასია და კიდევ უფრო მეტად ადამიანის სულის შემთხვევაშიც, რომელიც სნეულდება, ეცემა და სავსეა 1000 გვარი ცოდვით. ეს ცოდვები კი განუკურნებელ სენად იქცევა. თუ კი არ მიაკითხავ შენს სულიერ მამას, მოძღვარს, რათა მდაბალი გონებითა და სინანულით უთხრა მას, რომ ჩაიდინე ესა და ეს ცოდვა და ღმერთი მოგიტევებს. ნუ მიხვალ ასე, ხო და აგერ მივალ აღსარებაზე. არა. მოიკრიბე შენი სულის გრძნობები და გააცნობიერე, რომ შენი ცოდვებით განარისხე ჩვენი შემოქმედი. მდაბალი გონებით უნდა მიხვიდე. უფალო გევედრები შემინდე რამე თუ ვცოდე და იმავ წამს ღმერთი გაკურთხებს და მოგიტევებს. თუ კი მდაბალი გონებით მიხვალ, შენი მოძღვარი მცირე ეპიტემიას მოგცემს. და აი რა ადვილი არის ადამიანის გადარჩენა, ცხონება. მაგრამ ჩვენ კვლავ უნდა ვუჩვენოთ მთელს მსოფლიოს, ჩვენი საქმეებით, უნდა ვუჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ვართ რუმინელები და მართლმადიდებელი ქრისტიანები. თუ იტყვი, ქრისტიანი ვარ, მაგრამ რომის პაპთანაც დავდივარ, თურქებთანაც, მუსლიმებთანაც დავდივარ და კიდევ სხვა. მაგრამ ასე არ არის. ჩვენ მტკიცეთ უნდა მივდიოთ იმას, რაც წმინდა მამებმა დაგვიტოვეს, რაც მათ დაადგინეს. როგორც ადრეც ვთქვი, პირველი 7 მსოფლიო კრება. აი ეს არის ჭეშმარიტება და ღვთის შეწევნით წინ